გითხრა ფაქტები მაგალითად? ბატონო ვახტანგის რუბრიკა ჩავაინტეგრიროთ ოსტატურად. იტალიის სერია და 5 ფაქტი. არა. 3 ფაქტი დერბი იტალიადან და 5 ფაქტი სერიაადან ცალკე მაქვს კიდე. 3 ფაქტი მაქვს დერბი იტალიადან კონკრეტულად. ეს ბაციკაძე რო არ ყავდეს აი ეს ათოსანი მოსავლე შენ რო არ იყო ამ კლასში. აბა მოყევი. აი ესეთი უნდა იყოს მოსავლე მეგობრებო. აბა დერბი იტალიადან ფაქტები. პირველი არის ზელინსკის ფაქტი. გოლი ხო გაიტანა 91 წუთზე. კი ბატონო. ძალიან უცნაური ამბავია ჩემთვის და ძალიან გამიკვირდა რომ ინტერმა პირველად გაიტანა გამარჯვების გოლი 90 ან მერე წუთზე იუვენტუსის წინააღმდეგ. ისტორიაში. ვაუ. არასდროს სერიაში თამაში არ მოუგიათ იუვენტუსისთვის 90 პლუს ან 90 ან 90 პლუს წუთზე გატანილი გოლი. პირველი გამარჯვების გოლი არისო, რომელიც 91 წუთზე გაიტანესო და ძალიან გამიკვირდა ეგ ამბავი. კაი გოლი კი შეაგდო ეს პოლონელმა. პიო ესპოზიტომ გაიტანა და ძალიან მაგარი ბიჭი რო არის ამას საერთოდ გულაპარაკია და ბოლო 60 წლის განმავლობაში მეორე დუალი მოკვდა ბიჭო? ადაო. ვა, მეწყინა. რობერტ დუალი. რატო გაიხედე ეს არის ვინა რობერტ დუალის ის მსახიობი. სახელი გვარი შეიძლება ესე არ მოგივიდეს უცებ, მაგრამ სახეზე რო ნახე. კრასნი აწეთში ისა ნაშვილები კონსილიერი რა ქვია სახელი კაცო ფილმში რა ქვია სახელი გახსენებების რუბრიკა ცალკე გვექნება დატო გავაგზავნოთ ფრანცისკო პიო ესპოზიტო ბოლო 60 წელიწადში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია რომელმაც იუვენტუსის კარში გოლი გაიტანა ინტერის შემადგენლობაში პირველი ვინ იყო თუ ვიცი ბოლო 60 წელიწადში ანუ 1900 მეტი დაჟე ბოლო ინტერის კარში USP-დან ყველაზე ახალგაზრდა და მეორე ყველაზე ახალგაზრდა ბოლო 60 ვინ იყო? ხო, ამაზე ახალგაზრდა ვინ იყო რა? ბოლო 60 წლის განმავლობაში. იუვენტუსში ახალგაზრდა ფეხბურთელი არ მახსენდება, არა, ინტერის შემადგენლობაში. ბოდიში, ყველაზე მეორე ახალგაზრდა იტალიელი ინტერის რიგებში. იტალიელი იყო რა, ვიღაცა ამაზე ახალგაზრდა ვინც US ხო, საულ? ვა. 18 წლის და 259 დღის იყო ბალოტელი 2009-ში რო გაუტანა გოლი. ხო, იმიტომ რომ ბალოტელი მე PS 2009-ს რო თამაშობდა, ზლატანი და ადრიანო ხო ყავდა წინ, ანუ ძალიან მაგარი თამაშო იყო რა მაგათი. და მასტერ ლიგას თამაშობდი მაგათი და ბალოტელის ემატებოდა სასწაულად. და ბალოტელი მაქნა გავიგე საერთოდ თორე ხა სერიას დაჟე მაგ დროს არც უყურებდი ეგ. ხო და ნუ ეს პიო ძალიან მაგარი ბიჭი არის, ძალიან კარგი გოლიც გაიტანა თან. და მესამე ფაქტი არის რომ ესპოზიტო იყო და კამბიაზო, ეგეც უცნაური ფაქტია ჩემთვის. პირველი ფეხბურთელია ისტორიაში ინტერვენტუსის, რომელმაც ერთ თამაში იქითაც გოლი გაიტანა. ძალიან უცნაური ფაქტია. რომ აქამდე ეგეთი რამ არ მოხდა რა ამ გუნდების თამაში. პირველ წელში გამოიჩინა თავიდან. ხო, ეგ არ მახსოვდა, მაგრამ ზოგადად რა, არქამდე არ ყოფილა იუვენტუსის ინტერის შეხვედრაში, რომ ერთ ფეხბურთელს გოლი გაეტანოს და თავის კარში გაეტანოს რა. ძალიან უცნაური ფაქტია, რომ ამდენი იყო 2026 წლამდე როგორ მოხდა ეგ არ ვიცი. ან ისო ზელინსკის გოლამდე არ იყო გატანილი ინტერის მხრიდან გამარჯვების მომდანი, ნუ ეგეთი ფაქტები ეწერა ფაქტია, არ მგონია რომ ტყუილი იყოს. რაც შეეხება სერიას ფაქტებს, მალენი მესამე ფეხბურთელი გახდა. არაფრის მომცემი მესამე აი ეგეთი არაფრის მომცემი ფეხბურთელი მე არ ვიცი. რატო რა სერჩი? აუ კაი რა. რა გინდა? არაფრის მომცემი ფეხბურთელი. რა უნდა მოგცეს მალენმა? არაფერი ხო. ეგ ალეა ასეც. მე ალერია. მეც მერეოდა ეგორი. აი უკვე რა არაფრის მომცემია? ale და მალენი ანადგერევათ ერთმანეთს. აი რაღაცა სახელი. ის კოდიუარელია, შეჩემადა. ეს ჰოლანდიელია, ეს ვინგერია, ეს ფორვარდია, ეს 1.90-ია, ეს 1.80. რო გამოჩნდა თავიდან, ანუ ale და მალენი თუ რაღაცა, აი უცებ ამერია რა. ბორუსიაში კი იყვნენ ერთად. მე აგიტოვებთ. ხო და მესამე ფეხბურთელია რომას ისტორიაში. რომელმაც რომას ისტორიაში ანუ ბოლო 30 წელიწადში. ხო. რომელმაც პირველ 5 თამაში 4-ან მეტი გოლი გაიტანა. პირველ 5 თამაში, ხო. რომას ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც პირველ 5 თამაში ბოლო 30 წელიწადში ისტორიაში არა გადავამატა. და ვინ იყო, ახლა გითხრა? დავაი, აბა პირველი ორი ვინ იყო? ეს 4-იან გატანილი. ეს დებიუტიდან. ხო, პირველ 5 თამაში ბოლო 30 წელიწადში. დიბალა ხო არ არის? არა. ერთი მარტივია, ერთი რთულია ჩემი აზრით. ჯეკო? თქვენ გაჩვენდით თუ შეიძლება მაგ ბატონო? ჯეკო? არა.
ტოტი არ არის არა ტოტი დებიუტიდან პატარა ვერ გაიტანდა კაი ვინ იყიდეს პირველი ვერსია რა მქონდა ჟულიო ბაპტისტა და არ თქვი არა თუმცა სხვათა შორის ერთი ფეხბურთელი ისეთია პატარა ასაკში ქონდა დებიუტი პრინციპში ცულია ეს რა ელშარავი ერთი ხო 4 გაიტანა ასევე და მეორეა ფეხბურთელი 6-ში შეაგდო იმან ვა პირველ 5 თამაშში ბატისტუტა yes ოჩა ბატისტუტამ შეაგდო 6 გოლი პირველ 5 თამაშში რომელშიც გადავიდა ბოლო 2 სეზონში კენან ეს ცოტა დებილი ფაქტია, მაგრამ 5 უნდა ამეკრიფა და მაგიტო. კენან ილდის, მაგრამ არგენტინული ფაქტია. კენან ილდიზზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც 20 პლუს გოლში მიიღო მონაწილეობა, არის სანტიაგო კასტრო. 20 აი რაღაცა რომ გამიხარდებოდა დღეს კი ვიცოდი, მაგრამ ესე ძალიან თუ უბრალოდ კენან ილდიზი ახალგაზრდა კი არა, კენან ილდიზი კი არა, ბოდიში. მარტო კენან ილდიზი არის ახალგაზრდა. რატო არ დაიწყე ბიჭო ეს ბიჭო, რა გინდა? ბოლო 2 სეზონში სერია A-ში, იტალიის ჩემპიონატში 20 პლუს გოლი. სუმსია მონებს ახლა იმეორებ. 20 პლუს გოლ პლუს პასი კენან ილდიზის მერე ყველაზე ახალგაზრდა არის სანტიაგო კასტრო. ანუ ნიჭიერი კაცია რა, დაიმახსოვრე სანტიაგო კასტრო, დაიმახსოვრე ეს სახელი როგორი? ხო, კიდე გამოგადია. ძალიან მიხარია. აი ბიჭი არის. ბოლონიას ფეხბურთელია. ესეც საინტერესო ფაქტი არის. ეს არგენტინულია სხვა შორის. ესეც თუ ეს არის საინტერესო? არა, ესეც. 2000 ანუ მასმერაც დებიუტი ქონდა სერია A-ში. ამ ფეხბურთელზე მეტი გოლი თავით ტოპ 5 ლიგაში მარტო ანტე ბუდიმირსაა გატანილი. ეს ფეხბურთელი არის მატეო პელეგრინო. ვაკოსევასება. პარმას ფეხბურთელია, ეს არგენტინელია სხვა შორის. სანტიაგო კასტრო არგენტინელი, ეს არგენტინელი. ეს მაღალია და თავით გაათამაშებს. აი ლუკა მოდრიჩი შენ გაგიხარდება. ლუკა მოდრიჩი სერია A-ის ისტორიაში სხვა შორის არა მილანის. არამედ სერია A-ის ისტორიაში მესამე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც გოლი გაიტანა. ტოტი არის ერთი? არა. რატო ტოტი იქამდე წავიდა? და მოდრიჩი 40 წლის და 157 დღის იყო ეს გოლი რო შეაგდო. აჰა, მოიცა ახლა ვინ იყო წინა ორი? ხო, დაახლოებით მინიშნება მოგეცი მე მგონი. უკვე? არა, მოგეცი მინიშნება. არა მილანის, არამედ სერია A-ში თქო. ან მილანელი არ არის. პირიქით. ორივე მილანელია. ეგრე დაემთხვა, რომ პირველ 3 ადგილზე სერია A-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გოლიადორების 3-ვე არის მილანის ფეხბურთელი. კოსტა კურტა? ერთი კოსტა კურტა, 41 დღის და 41 წლის და 25 დღის იყო და პირველზე ვინც არის, ის არის 41 წლის და 166 დღის იყო. ანუ მოდრიჩმა რო გაიტანა, იმაზე 1 წლით და 9 დღით დიდი გამოდის. ეს არის ძველი ვიღაც თუ პირიქით ახალი? კოსტა კურტაა ძველი. ეს ახალი. ეს არის ახალი? აქეთ იყო, აქეთ. ცოტა ხნის წინ მოხდა ეს ამბავი. ზლატან იბრაიმოვიჩი ხო? 41 წლის და 166 დღის იყო ზლატანმა რო გაიტანა გოლი. და აი გითხარი კიდეც რომ მილანს 24 ტურის მერე, 24 თამაშის მერე, მას მერეც 3 ქულაა გამარჯვებისთვის, ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი აქვს ეხლაც ამ ეტაპზე. ანუ 53 ქულა აქვს მოგროვებული 24 ტურის მერე და ამაზე კაი შედეგი მქონდა ერთადერთხელ ისტორიაში 3-4 წლების სეზონში, 3-4 წლების სეზონში 61 ქულა მოაგროვა და მაგრამ მაშინ სერია იყო სასწაული ტურნირი და მაშინ ძალიან რთული იყო მაგდენ ქულისაგან. ეხა აღარ არის რა. ნუ ფაქტია რომ 53 ქულა აქვს მილანს და ჩამორჩება მაინც ინტერს და თან ისე ჩამორჩება. ოღონდ თამაში აქვს თქო ნაკლები, ვაკო. როგორც მახსოვს. გოლი რამდენი აქვს მილანს? დატო, სულ რამდენი გოლია გატანილი? მეთქვი ახლა. 40. ხო ანუ თამაში ნაკლებია. ძლივსი ამფრე არის ხოლმე ან ძლივსიგებენ თამაშებს რა, ნუ. ხო, ნუ ერთი წაგება აქვს რა. ფაქტია, ერთი წაგება აქვს და 18 გოლი აქვს ლუკაშოვინა, მაგრამ ნუ ალეგრი რომ მაგარი მწვნელია, ამას წყალი არ გაუვა. ნამდვილად სადაც არისო ეკაცი თავისი ყველგან გააკეთა. კი.